მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მერვე ეპიზოდით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია რევაზ ღამბარაშვილი და როგორც წინა კვირას დაგპირდით, ამ კვირას უკვე შემოგთავაზებთ AI აგენტების შექმნაზე ტუტორიალს, კერძოდ კი N18-ში. მომავალ კვირებში აუცილებლად როგორც დაგპირდით, Make-შიც ერთ პატარა ტუტორიალს შემოგთავაზებთ, რომ იქაც გავაკეთოთ AI აგენტის შექმნა. ძალიან დიდი მადლობა რევაზ პირველ რიგში, რომ ეს არ დაგზარდი და ასე ვთქვათ ტუტორიალიც გაგვიმზადე. ხო და მაყურებელს მინდა ვთხოვო აუცილებლად, რომ მსმენელებს მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი ნებისმიერ პლატფორმაზე, პირველ რიგში YouTube-ზე და სხვა პლატფორმაზეც, იმიტომ რომ ძალიან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის LinkedIn-ზე, აქტიურად ვავრცელებთ ინფორმაციებს, Instagram-ი, TikTok-ი და ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, ძალიან ბევრი რაღაცის გაკვეთება გვინდა, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერაფერს ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, გამოგვიწერეთ, გთხოვთ და დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. შეგვიძლია დავიწყოთ ტუტორიალი. ახლა გავაკეთებთ ავტომატიზაციას, რომელიც AI აგენტების არსებობამდე შეუძლებელი იყო. ხოლო ახლა N8-ის დახმარებით დაახლოებით 20 წუთის საქმეა. წარმოვიდგინოთ ესეთი სატესტო кейსი შევქმნით, მოკლედ რაღაცა სერვისის კომპანია, ამ შემთხვევაში ინსტალაციის სერვისი გვაქვს. წარმოვიდგინოთ რომ ფლოპთ რაღაცა კომპანიას, რომელიც წერს სერვის გამათბობლების, სარეცხი მანქანების და ასე შემდეგ სხვადასხვა დივაისების დამონტაჟებისთვის. ყავს გუნდი, რომელიც უკვე უშუალოდ ასრულებს ამ შეკვეთებს და გვაქვს რაღაცა თავისთავად სარეკლამო სამარკეტინგო ჩენელები. ამ შემთხვევაში ავიღოთ ამისთვის Telegram-ი და Trello-ს და Telegram-ის მეშვეობით ავტომატიზაცია გავაკეთოთ ლიდების შესაგროვებლად. ანუ რაღაც გულისხმობ. ეს Trello-ს ბორდი არის, სადაც გვაქვს სულ 4 ლისტი. ეს არის installation needed list-ი გვექნება ლიდებისთვის, ანუ იმ ადამიანების ინფორმაცია, მისამართი, სასურველი დრო და სერვისი, სადაც ჩაიწერება, რომელსაც უნდათ რაღაც კონკრეტული ნივთის ინსტალაცია სახში. აქედან ქარტს გადავიტანთ იმ პროგრესში, თქვათ, მაშინ როცა უკვე მივეცით პროფესიონალებს რომ წავიდნენ და დაამონტაჟონ და დანში როცა იმათგან მივიღეთ feedback-ს, რომ უკვე დასრულდა სერვისის გაწევა. მაგრამ როგორ მივიღოთ installation needed list-ში ახალი ლიდები, ისე რომ ჩვენ თავად არ მოგვიწიოს ყოველ ჯერზე ყველა ადამიანთან Telegram-ის მეშვეობით მესიჯობა და მიმოწერა. რაც შეეხება Focus Manager lists, ეს არის იმ შემთხვევებში, როცა ჩვენს chatbots თუ AI agents ამ შემთხვევაში მომხმარებელი სთხოვს კონკრეტულად ადამიანთან, მენეჯერთან დაკავშირებას, მაგ შემთხვევაში ლიდი აღმოჩნდება აქ installation needed list-ის მაგივრად. N8-ის რეგისტრაციას სპეციალურად არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არის და შეგიძლიათ უბრალოდ გაიაროთ და რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდებით ესეთ dashboard-ზე, საიდანაც უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ამ workflows შექმნა. უბრალოდ დავაჭერთ create workflows და უკვე ჩვენი canvas-ი მზად არის იმისათვის, რომ პირველი node-ი დავამატოთ. ინგლისურს ვიყენებ ძირითადად ასეთ რაღაცეებში, რადგან ახაც ინგლისურს გამოვიყენებ, რადგან ინგლისური ასოები ქართულ ასოებთან შედარებით ბევრად ნაკლები ტოკენი არის, უფრო მარტივად აღიქვას ასევე მოდელების უმეტესობა და შესაძლოა უფრო ოპტიმალური არის მეთოდეს ბიზნეს საქმიანობაში, რომ არჩევა ნაკლები ხარჯი ქონდეს. თუმცა მომხმარებელს შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ ენაზე მოწერა, რომელიც მომხმარებელს უნდა და ჩვენი AI აგენტი შესაძფერის ენაზევე უპასუხებს. რადგან ახლა თანამედროვე AI მოდელების უმეტესობას აქვს ძალიან ბევრი ენის მხარდაჭერა. მოდი დავიწყოთ იმით, რომ დავამატოთ პირველი node. პირველი node ყოველთვის არის რაღაცა სახის ტრიგერი. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ კლიკი მაგალითად, ან შედული, რომ იყოს, თქვათ, გაეშვას ეს workflow ყოველ საათში, ან ყოველ დღე, ან ასე შემდეგ. და კიდე სხვა ბევრი ვარიანტი. თუმცა დღეს ჩვენ გვინდა რომ flow დატრიგერდეს Telegram-ში მიღებული მესიჯის მეშვეობით. შესაძლოა დავსერჩოთ Telegram-ი და აქ არის სხვადასხვა ტრიგერები, ჩვენ აქედან გვჭირდება on message.
იმისათვის რომ ასეთმა ნოუდებმა ზოგადად იმუშაოს, ჩვენ გვჭირდება credential-ები. ეს credential-ები არის სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე API key-ები, ან უბრალოდ რაღაცა ავტორიზაციის გავლა. როგორც მაგალითად სხვადასხვა საიტებზე Gmail-ის ან Facebook-ის მეშვეობით რო რეგისტრირდებით, ზოგჯერ რაღაც ეგეთი არის, ზოგჯერ შედარებით ცოტა რთულია. თუმცა N-Ro-N-ში ყველაფერს აქვს შესაფერისი დოკუმენტაცია. ანუ ამ შემთხვევაში უკვე მე მაქვს, მაგრამ მაინც გავიაროთ create new credentials. დავაკლიკავთ და აქ გვიხსნის ახალ ფანჯარას, სადაც გვაქვს ასევე დოკუმენტაციის ლინკი მოცემული და ეს რომ გავხსნათ დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა შევქმნათ ჩვენ ახალი ბოტი, Telegram ბოტზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი და როგორ მივიღოთ მისგან access token-ი, რომელიც შემდეგ უბრალოდ აქ უნდა ჩავწეროთ, დავუწევთ saves და მზად არის ჩვენი credential-ი და დაკავშირებულია უკვე N8-თან. მარტივად ვთქვათ, აი გადავიდეთ bot-fuzzer chat-ში, დავაწვეთ start chats და ისე დავაწვეთ start. აქ ბევრი სხვადასხვა კომანდი არის, ანუ ზოგადად bot-fuzzer-ის მეშვეობით იმართება ბოტები Telegram-ში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალოდ new bot გჭირდება, სადაც უბრალოდ სახელს მიუთითებთ, შეიძლება სახელი თქვათ პირველ ჯერზე ისეთი არჩიოთ, რომ უკვე არსებობდეს ზოგადად Telegram-ზე ასეთი ბოტი. ამიტომ შეიძლება ამდენჯერმეც დამოგიწიოთ, მაგრამ როგორც კი ისეთ სახელს შესთავაზებთ, რომელიც არ არსებობს, შეიქმნება ახალი ბოტი და მოგცემთ ლინკს, რომ იმ ბოტის შესაფერისი ჩატი გახსნათ. მე უკვე მაქვს ესეთი ჩატი, აქ არის ჩვენი install ასისტენტი, რომელსაც გამოვიყენებთ ამ workflows შესაქმნელად. მოკეთ მე ამას გამორთავ და ხო ავირჩევ install assistant პრინციპში trigger on message უკვე არის არჩეული, აქ სხვა არაფერი არ გჭირდება. შემდეგი node უკვე შეგვიძლია რომ იყოს AI აგენტი. AI აგენტი არის ცოტა მრავალმხრივი node-ის შევქმნან შედარებით, ანუ sub-node-ებიც აქვს, როგორც არის chat მოდელი, memory და tool-ი. მოდი ჯერ რაღაც ელემენტარული გავიაროთ, აქ რაც გჭირდება. ეს პირველ რიგში არის მომხმარებლის prompt-ი, ანუ რაც უნდა გაიგზავნოს ჩვენს AI აგენტს და ჩვენ შემთხვევაში ეს უნდა იყოს message-ი გამოგზავნილი Telegram-იდან. მაგრამ ამ message-ისთვის, ვისაც რა ჩავსვათ message-ი, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ინფორმაცია ჯერ მივიღოთ და გამოვსახოთ აი ამ inputs მარცხენა მხარეს inputs ფანჯარაში. ამისთვის შეგვიძლია დავტესტოთ flow. მოდი ჯერ დავშალოთ, რადგან დასტარებული არის არ აკეთებს და დავტესტოთ. ვიდეოთ, მეტად hello-ზე. ეს მოცემული message-ი უკვე გამოიგზავნა და მივიღეთ, რომელიც შეგვიძლია ამ node-ში შევამოწმოთ output-ში და აქ რა გვაქვს ტექსტი hello-ზე. შესაძლოა უკვე ამ ტექსტის გამოყენება შეგვიძლია AI აგენტის node-ში, სადაც ავირჩიეთ define below და აქ უბრალოდ შეგვიძლია ვიპოვოთ მარცხენა მხარეს input-ები და ამ input-ებში ვიპოვოთ ტექსტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება და გადმოვათრიოთ აი აქ prompt-ში. prompt-ის გარდა რა თქმა უნდა სჭირდება რაღაცა კონკრეტული ინსტრუქციები აგენტს. რომელიც შეგვიძლია დავამატოთ აქედან add option და system message ავირჩიოთ და ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია ინსტრუქციები ჩავწეროთ. დროის დაზოგვის მიზნით უკვე მაქვს რაღაც კონკრეტული ინსტრუქცია შერჩეული და მომზადებული, რომელსაც უბრალოდ ჩავაკოპირებ და შევხედოთ. აი ესეთი რაღაცა არის, რომ პირველი ბუნდგენ რა არის მისი მიზანი და უხსნი რომ არის ასისტენტი installation service კომპანიაში რომელიც უწევს რაღაც გარკვეულ სერვისებს მომხმარებლებს და მისი მიზანია რომ მომხმარებლებს დაეხმაროს შეარჩიოს შესაძლებელი სერვისი მიაწოდოს ამ სერვისის მეშვეობით ინფორმაცია და დაჯავშნოს ვიზიტი. ასევე ვაძლევთ current dates, იმიტომ რომ AI აგენტი მიუხედავად იმისა და ზოგადად LLM მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაცა იცის, მან არ იცის ერთი მარტივი რა დღეა დღეს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ახლანდელი დრო, რომ ისეთ შემთხვევებში, როცა თქვათ მომხმარებელი არა კონკრეტულ რიცხვს და საათს დაასახელებს, არამედ როცა იტყვის რომ მაგალითად აი ხვალ მინდა რომ მოხვიდეთ და დაამონტაჟოთ რაღაცა, ხო? ანუ ეს ხვალ არ იცის რა არის იმ შემთხვევაში თუ არ აქვს დღევანდელი თარიღი, რაც საკმაოდ ლოგიკურია. მსგავსი expression-ები, ამას expression-ებს ეძახიან N8-ში მსგავსი expression-ები არის უკვე ჩაშენებული, რაც მარტივი რაღაცებად შეიძლება დაგჭირდეს, თქვათ if condition-ი არის max ფუნქცია, რომელსაც ბევრი რიცხვიდან მაქსიმალური ამოიღო მაგალითად, არის სხვადასხვა მეტადატა, ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გვჭირდება now
რომელსაც ჩაუწერთ და შემდეგი ინსტრუქციაში არის სერვისები, ანუ ხელმისაწვდომი სერვისები. სადაც გვაქვს სულ 3 სერვისი, ამჟამად უბრალოდ რომ ვცდილობ რა მარტივი იყოს და გასაგები, თუმცა აქ ინსტრუქციაში შეზღუდული არანაირად არ ხართ, შეგიძლიათ ბევრად მეტი სერვისი მისცეთ, თავარია რომ ინფორმაცია იყოს გასაგები LLM-ისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სერვისის სახელი, ფასი და დაახლოებით შესრულების დრო. და სულ გვაქვს 3 სერვისი, მარტივის მონტაჟი, გამათბობლის მონტაჟი და სარეცხი მანქანის მონტაჟი. თუმცა ეს AI აგენტის ნოუდი არის სინამდვილეში რაღაცა აგრეგატორი, როგორც თქვით, AI აგენტი არ არის რაღაცა კონკრეტული ასე ობიექტი, უფრო იდეა არის, რომელიც გაერთიანებულია სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარი რაღაცა სისტემით და მაგიტომაც არის რომ აქვს საბნოუდები და საბნოუდები მაგალითად chat მოდელი არის ის კონკრეტული მოდელი, რომელიც გინდა რომ ამ AI აგენტს მართავდეს, ანუ რაღაცა LLM-ი. ჩვენ დღეს ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ OpenAI-ს და OpenAI-ს მოდელებს, თუმცა ბევრი სხვადასხვა მოდელი არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ შემდეგ დავთვალიეროთ, მათ შორის Ollama, Mistral, Gemini, Anthropic და ასე შემდეგ. DeepSeek-იც კი, მოკლედ მაგაში დიდი არჩევანია. მოდი დავსვიჩოთ OpenAI და აქაც როგორც ყველგან ჩვენ გვჭირდება აუცილებლად credential-ი, რომლის მიღებაც OpenAI შემთხვევაში საკმაოდ მარტივია, დოკუმენტაციად შეგიძლიათ გადაამოწმოთ. აქ როგორც ყველგან დეტალური აღწერა არის, როგორ შეიძლება ამ ტოკენის მიღებას, თუმცა მაინც გავიაროთ. ამისათვის ამ აკაუნტი უნდა შექმნათ OpenAI-ს პლატფორმაზე, ან პლატფორმ OpenAI.com-ზე. შემთხვევაში Google-ით გავივლი ავტორიზაციას და გაჩვენებთ შექმნის პროცესს თვითონ API keys, რომელიც გვჭირდება, მე უკვე დასეტილი მაქვს. create account ამჭირდება API key page მჭირდება და აქ არის სხვადასხვა API key-ები, რომელიც ორგანიზაციის მიხედვით იყოფა, უბრალოდ ორგანიზაციებში როცა ანუ პირადად იყენებ მარტო შენ ხარ personal ორგანიზაცია ქვია და ამის შეგით არის პროექტები და პროექტების მიხედვით მე ისეთება სხვადასხვა API key-ები. ამ შემთხვევაში უბრალოდ აქ რო შემოხვდათ, უნდა დააჭიროთ create new secret key, აქ რამის სახელს დააწერთ, აირჩიოთ projects და დააწევით secret keys, რომლის შემდეგაც შემოგთავაზებთ აი რაღაც ესეთ დიდ ტექსტს, ეს ტექსტი უნდა დააკოპიროთ და ჩასვათ აი აქ. შემდეგ დააწევთ saves და credential-ი შექმნილია, უკვე მზად ხართ რომ OpenAI-ს მოდელებს ეკონტაქტოთ. თქვენი NRAN-ის workflow-დან. მოდელების ჩამოთვალი აქ არის ყველა, რაც არის ხელმისაწვდომი. GPT-4.1 mini საკმაოდ კომფორტული ახალი და კარგი მოდელია და ამ შემთხვევაში დავტოვებ იყოს ასე, უბრალოდ დავამატებ ასევე temperature-ს. ტემპერატურა მოდელის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის განსაზღვრელი იმისა თუ რამდენად გაყვება მოდელი შენს კონკრეტულ ინსტრუქციებს და პრომპტს, ანუ რამდენად თქვა კრეატიული უნდა იყოს თუ ზუსტი უნდა იყოს, ანუ ამისი ნიშნულობა შეიძლება იყოს 0.1-დან 2.0-მდე. თუმცა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ყოველთვის არის ხოლმე 7 ან 8. ChatGPT-ს მაგალითად, რომელსაც ChatGPT აპლიკაციაში იყენებთ, აქვს 1. თუმცა ესეთ workflow-ებში და რაღაცა ბიზნეს პროცესებში ჯობია ხოლმე რომ ცოტა დავუკლოთ და ესეთი ყველაზე გავრცელებული რიცხვი 0.8 არის. მოკლედ, თუ ზუსტად არ იცით რა გჭირდებათ, 0.8 ჩაწერეთ ამ შემთხვევაში აქ. მოდელი გვაქვს, თუმცა მოდელთან ერთად ჩვენ გვჭირდება აუცილებლად მემორი. იმისათვის რომ ყოველი მომხმარებლის გამოგზავნილი მესიჯი ჩვენი AI აგენტისთვის არ იყოს რაღაცა ახალი, არამედ იყოს წინა მესიჯების გაგრძელება, ანუ by default, მოკლედ ჩვენს AI აგენტს არ აქვს მეხსიერება, არ შეუძლია დაიმახსოვროს და თუ მემორი არ გვექნება, ჩატის ბუნებრივ მსვლელობას ვერ შეძლებს. აქაც დიდი არჩევანია სხვადასხვა მემორიების, გააჩნია თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რა გჭირდებათ, მაგრამ ყველაზე მარტივი არის simple memory, რომელიც N8-ის ჩაშენებული მემორია და არაფერი არც credential-ი, არც გადახდა, მოკლედ არაფერი არ გჭირდება, შეგიძლია უბრალოდ აირჩიო. და უნდა აირჩიო მემორიასთან ერთად session ID. session ID რას ნიშნავს? ანუ session ID არის ამ კონკრეტული მემორიის, რომელსაც ქმნის N8-ი, ამისი სახელწოდება. აქ თუ მაგალითად რაღაცა
კონკრეტულ რიცხვს სახელს ან რაღაცას ჩავწერთ, რა მაგალითად ID ან რაღაცა, მაშინ ყველა მესიჯი, ყველა მომხმარებლიდან მოსული მესიჯი რეალურად ერთ მემორიაში ჩავა, რაც არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ მემორიები გაიყოს მომხმარებლის მიხედვით, ანუ თვითონ მომხმარებელზე მხოლოდ ერთი მემორი არსებობდეს და ერთმანეთს ჩარიკვეთებოდეს. ანუ შესაძლოა რაღაცა იდენტიფიკატორი გვჭირდება, განსაკუთრებული ნიშანი მომხმარებლების. რაც შეიძლება თქვა სახელიც იყოს, მაგრამ სახელს აქვს შანსი რომ განმეორდეს, ამიტომ ჩვენ პირველ ნოუდიდან, საიდანაც მესიჯს ვიღებთ, მესიჯთან ერთად ვიღებთ სხვა ინფორმაციებსაც, მათ შორის ვისგან არის ეს მესიჯი გამოგზავნილი, ეს არის from და მომხმარებლის სახელის და სხვა ინფორმაციების გარდა გვაქვს ასევე ID, რომელიც ყველაზე კარგი იდენტიფიკატორი არის ჩვენ შემთხვევაში და უბრალოდ გადმოვსვათ ჩვენი ID key-ში. და უნდა დავსეტოთ ასევე context window. ამ შემთხვევაში context window არის ის ბოლო რამდენი მესიჯი უნდა გაიგზავნოს AI აგენტს. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, AI აგენტის ეს მემორი ყოველთვის არის რაღაცა დონეზე შეზღუდული, როგორც context window ასევე. ანუ თუ მაგალითად ჩატი ძალიან გრძელი გამოვიდა, იმის საჭიროება რეალურად არ არის, რომ მთელი რაღაცა ვთქვათ 3-4 დღის ჩატი იყოს იცოდეს ჩვენმა აგენტმა. ჩემი აზრით, აქ ოპტიმალური სიგრძე იქნება 10, ну მაქსიმუმ ვთქვათ 15, ბოლო 15 მესიჯი, რომ ყოველ ჯერზე იცოდეს ბოლო 15 მესიჯი და ეგრე გასცეს პასუხი შემდეგ მესიჯზე ჩვენმა აგენტმა. ესეც გვაქვს და უკვე შეგვიძლია დავტესტოთ აგენტი. ცადოთ აბა გაშვება ამავე flow-ში და მივიღეთ output-ზე რაღაცა ერთი item, რაც არის ჩვენი აგენტის პასუხი. იმაზე რაც წეგან მივწერეთ, ხო, hello-ზეა და პასუხობს hello, how can I assist you today? Are you interested in any installment services? ну ლოგიკური და მარტივი პასუხი მოკლედ, რასაც ველოდით ისედაც. ახლა ჩვენი აგენტი უკვე მზად არის, რომ ტექსტი გაუგზავნოს უკან მომხმარებელს, რითვისაც რა თქმა უნდა კიდევ ერთი ნოუდი დაგვჭირდება, ისევ Telegram-ის ნოუდი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება send message. I send a text message. სადაც უკვე პრინციპში ყველაფერი დასეტილი აქვს, რადგან არის სწორია, მესიჯი არის, რესურსი არის მესიჯი, ოპერაცია გაგზავნა, კი ბატონო. ჩვენ გვჭირდება ასევე chat ID, თუ რომელ chat-ში უნდა გაიგზავნოს მესიჯი, ამის დასადგენად, რაც ასევე მოცემული გვაქვს პირველი ნოუდიდან, სადაც მესიჯი მოდის, უბრალოდ ჩამოვშლით ამას და მოვძებნით chat-ს და chat-ის ID-ს გადმოსვათ აი აქ და უნდა მივწეროთ რა თქმა უნდა ტექსტი უკვე წინა ნოუდმა, ანუ AI აგენტმა მოგვაწოდა აი ესეთი output-ის სახით და შეგვიძლია ესეც გადმოსვათ აქ. აქ პრინციპში სხვა არაფერი არ არის საჭირო, შეგვიძლია ვცადოთ გაშვება და დიახ, მოვიდა მესიჯი, რომელიც უბრალოდ იგივეს გონდება, რაც ეგან AI აგენტმა დააგენერირა. თუმცა, მაგასთან ერთად ასევე აქვს რაღაცა disclaimer-ებით, რომ ეს მესიჯი არის გამოგზავნილი ავტომატურად N8-დან. ეს გვინდა რომ მოვაშოროთ და თუ არ ვცდები, უნდა იყოს მე მგონი ფილდებიდან უნდა იყოს, აი კი. მოკლედ ფილდებში ვირჩევთ append N8 attributions და უბრალოდ ვთიშავთ ამას და ხელახლა რო გავუშვათ, ისევ მოვა იგივე მესიჯი, თუმცა უკვე ამ მიაწერის გარეშე. ეს არის პრინციპში უკვე რაღაც გარკვეული აგენტი, რომელთანაც რეალურად მე უკვე შემიძლია რომ ვიმესიჯო Telegram-ის მეშვეობით, ხო აქ რაღაცა მივწერო, იმან პასუხი დამებრუნოს და ასე შემდეგ. თუმცა ჯერ ამას მოქმედებების განხორციელება არ შეუძლია. ანუ თქვათ, შეუძლია ხარ მითხრას რა სერვისები აქვს ჩემთვის, მაგრამ არ შეუძლია თქვათ ჩანიშნოს ჯავშანი ან რამე კონკრეტული მოქმედება გააკეთოს, რაც როგორც უკვე ვიცით, აგენტებისთვის მნიშვნელოვანია, ანუ აგენტი რომ მართლა აგენტური იყოს, მაგისთვის საჭიროა რომ რაღაცეების გაკეთება შეეძლოს. შესაძლებლად ჩვენ გვჭირდება თულები. თუმცა, სანამ თულებს გავაკეთებთ, შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავტესტოთ. უბრალოდ ტესტირების მომენტში სანამ ეს აქტიური არ არის და თან პლუს ის არის, როცა არ არის აქტიური, რომ ამაში რეალურად არ გიხარჯება execution-ები, აი როგორც ხედავთ, ტრიალის პერიოდში თვეში 1000 გაშვება გაქვს for flow-ი და ეს იმას ნიშნავს ასევე, რომ 1000 მესიჯის
პასუხისგაცემა შეუძლია შენს აგენტს. თუმცა სანამ ეს არააქტიური არის და სატესტო რეჟიმშია, ასე თქვათ, მანამდე ეს გაშვებები არ ითვლება. ანუ შეიძლება ამდენჯერ მინდა გაუშვა და ისე რომ არ დამეხარჯება გაშვებები, რაც რა თქმა უნდა ძალიან კომფორტულია. უბრალოდ ის მინუსი აქვს, რომ როცა მესიჯს მიწერ შენს ბოტს, მაშინვე არ გიპასუხებს. ან ჯერ უნდა გაუშვა და მერე მიწერო, ან მიწერო და შემდეგ გაუშვა და მერე უკვე გიპასუხებს. ამ შემთხვევაში მაგათაც შეგვიძლია ვკითხოთ რა სერვისები აქვს. ვინაიდან ინსტრუქციაში სერვისები უკვე გაწერილი არის, აგენტს შეუძლია რომ სერვისების გარკვეული ჩამონათვალი დაგვიბრუნოს. კი ბატონო. მოდით გადავიდეთ თულების შექმნაზე. თული ამ შემთხვევაში უნდა იყოს რაღაცა ისეთი, რომ ტრელოში ქარდები შეგვიქმნას და რაღაცა შესაძლებელი ინფორმაციაც მიიტანოს ამ ქარდებში ჩაწეროს, ხო? რეალურად თული არის ზუსტად იგივე ნოუდები, რაც თქვა სხვა ნოუდები გვაქვს N8-ში, თუმცა სხვა ნოუდებისგან განსხვავებით თულებს აქვთ რაღაცა კონკრეტული აღწერა, რომელიც აღწერაც მიდის AI აგენტთან, იმისათვის რომ სწორად შეძლოს გადაწყვეტა რამდენად კარგი არის თუ საჭირო არის თუ არ არის საჭირო ამ თულის გამოყენება და პლუს რაღაცა ინფორმაციები შეგიძლია შენ არ დასეტო, ანუ წინასწარ არ იყოს განსაზღვრული, როგორც თქვა წეგან განსაზღვრეთ, რომ მაგათაც user-ის ID უნდა იყოს აუცილებლად სესიის სახელი, ანუ ეგრეთ წინასწარი განსაზღვრის გარეშე შეგიძლია AI-გეც მისცენება, რომ განსაზღვროს რა იქნება თულის რაც კონკრეტული ფილდის შინაარსი. ამისთვის პირველ რიგში მოდი შევქმნათ Trello-ს credential-ი. ამისთვის ვირჩევთ create new credential, ისევ გავხსნით დოკუმენტაციას და ისევ ნახავთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შევქმნათ Trello-ს credential. თუმცა Trello-ს ამ ტოკენის მოპოვება შედარებით უფრო რთული პროცესი არის, ამიტომ მინდა რომ მთლიანად გავიარო თქვენთან ერთად. პირველ რიგში ვიღებთ და ვაკლიკავთ აი ამ Power Up Admin Portal-ს links, სადაც აუცილებლად უნდა შევქმნათ ახალი Power Up-ი. დავარქვათ რაღაც მაგალითად Assistant Agent, ავირჩიოთ workspace-ი, ეს შეგვიძლია გამოვტოვოთ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. ჩავწეროთ ჩვენი email-ი, ესენი საჭირო ფილდებია და ავტორის სახელი. შექმნის შემდეგ გადავყვანს ავტომატურად API key გვერდზე, სადაც დავაჭერთ generate new keys და ახალი key შეიქმნება secret-თან ერთად. თუმცა თუ დააკვირდებით, აქ ჩვენ გთხოვს API keys და API tokens და არა secrets. ამიტომ მაგისთვის კიდევ რაღაცები უნდა ვქნათ. პირველი რაც უნდა ვქნათ, ეს არის დავამატოთ allowed origin-ში ჩვენი N8-ის ლინკი. ანუ ყველა N8-ის ინსტანს, როცა დარეგისტრირდებით, ანუ თქვენი username-ის მიხედვით გექნება თქვენი საკუთარი ლინკი, როგორც ახლა მე მაქვს Maestro App N8 Cloud. ამიტომ ეს ლინკი არ არის რაღაცა საერთო, არის უნიკალური ჩვენ შემთხვევაში და ამიტომ უნდა დავაკოპიროთ ლინკის ბაზა, აი როგორც აქ წერია, ანუ base URL-ი უნდა დავაკოპიროთ და ჩავსვათ აქ. რა თქმა უნდა დავუწევთ add-relax, რომ ეს ჩვენი ლინკი იყოს ხელმისაწვდომი უკვე Trello-სთვის და შეძლოს მასთან დაკავშირება. Capability-ში სხვადასხვა შესაძლებლობები არის, მაგრამ იდეაში აქედან ჩვენ არაფერი არ გვჭირდება ამ გოგოთი შემთხვევაში და გამოვტოვებ, როცა დაგჭირდება თქვენ თვითონ მიხვდებით რაღაცა შესაძლებელი ერორი გექნებათ, რომ ამის უფლება არ აქვს და ჩაურთავთ. და ჩვენ გვინდა ტოკენი, რომელიც მიიღება აქ API keys გასწვრივ არის ლინკი ტოკენის სახელწოდებით და ამას უნდა დააკლიკოთ, შემდეგ ეს მოგთხოვთ სხვადასხვა უფლებებს, ამ უფლებებს allows დააწვევით და ამოგიდეთ ესეთ ტოკენს, რომელიც არის RGAD, ანუ უნდა შეინახოთ სადმე სხვაგან, გარდა იმისა, თქვა აქ დააკოპირებთ და API key-ში, API token-ში ჩაწერთ, ასევე უნდა შეინახოთ სხვაგან იმისთვის, რომ თქვა სხვა დროს მე კიდევ გამოიყენოთ ეს იგივე ტოკენი. თუ თქვა მე არ გაინტერესებს, შეგიძლიათ უბრალოდ გათიშოთ. ასევე API key-საც დავაკოპირებთ და ჩავსვათ აქ. ასე უკვე Trello-ს აკაუნტი დაკავშირებული არის ჩვენს N8-თან და შეგვიძლია Trello-ს გამოყენება. მე რა თქმა უნდა უკვე დაკავშირებული მაქვს და არ შევინახავ ამას, აგერ უკვე არჩეულია და
ალბათ გაგიკვირდათ API keys რატომ გაჩვენებთ ასე, მაგრამ ნუ რეალურად ეს ფაილაფიც უბრალოდ სატესტოდ არის შექმნილი და ამასაც მარემ წავშლი. ნუ Trello-სთან დაკავშირებული ვართ, ახლა ჩვენ გვინდა ქარდი შეიქმნას, თუმცა ქარდის შესაქმნელად ჩვენ გვჭირდება აი ეს რომ შევავსოთ და არ ვიცით რეალურად რა ID აქვს იმ კონკრეტულ ლისტს, ხო? ანუ ეს Trello-ზე არ ჩანს როგორც ასეთი რომ აი ამ ლისტს რა ID აქვს. ასევე შეგვიძლია რომ ეს შეავსოს ჩვენმა აგენტმა, მაგრამ ამისათვის აგენტმაც უნდა იცოდეს ეს ლისტის ID. ნუ შეძლოს შევსება. შესაძლოა ჯერჯერობით ამ ეტაპზე Trello-ს ქარდის შექმნის თულის გამოყენებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდა ისეთი flow, რომ მივიღოთ ჯერ ბორდის ინფორმაცია, ანუ მთელი ბორდი წამოვიღოთ თავისი ID-ით და ყველაფრით, და შემდეგ ამ ბორდის ID-ის მეშვეობით უკვე დავიკითხოთ ლისტების ინფორმაცია. იმისათვის რომ ბორდის წამოღება არ იყოს თული, რადგან თუ ბორდის წამოღება და ბორდის წაკითხვა იქნება თული, მაშინ ჩემს ამ AI აგენტს შეიძლება რეალურად რომ ნებისმიერი ბორდი წაიკითხოს, რასაც მე მაქვს უწვდომა, რაც არ მინდა, ხო? მინდა რომ ერთ კონკრეტულ ბორდს ემუშაოს, ანუ ამ ბორდს. ამისთვის AI თულის მაგივრად მე ბორდის წაკითხვას დავამატებ წინ, ანუ ტრიგერისა და AI აგენტის შორის. შესაძლოა აქ დავაჭერთ პლუს და შეგვიძლია აქაც დავსვეჩოთ პირდაპირ Trello და ჩვენ გვინდა get a board. ბორდის შემთხვევაში საკმაოდ მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ ლისტიდან არჩევაც შეგვიძლია, თუმცა ამ ლისტს რატომღაც არ მიტვირთავს. თუმცა ყველაზე მარტივი ხერხი არის URL-ის მეშვეობით, ანუ ლინკის მეშვეობით. ბორდში ავირჩევთ ამას by URL და უბრალოდ დავაკოპირებთ ჩვენი ბორდის ლინკს და ჩავსვათ. აქ სხვა არაფერი არ გვჭირდება. საკმარისია უბრალოდ ვცადოთ, დავტესტოთ ეს როგორ იმუშავებს. ნუ მუშაობს რეალურად, მოაქვს ინფორმაცია, მათ შორის ID, რაც ჩვენ გვჭირდებოდა და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. აქ ხშირად არის ხოლმე ესეთი პრობლემა, რომ თუ თქვათ ძველ იმაში ანუ აი მაგათ AI აგენტის node ხო გვაქვს და AI აგენტის node-ამდე რაღაცა თუ შეცვალე და სხვა node ჩაამატე ან წაშალე, შეიძლება ასევე შეიცვალოს ხოლმე აი ეს expression-ი. ანუ თავიდან რომ ჩავაგდეთ, შეიძლება მაგან აღარ იმუშაოს მოკლედ. და უნდა ჩავაგდოთ ხელახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ახალი expression-ი გქონდეს. კი ბატონო, ეს უკვე სწორად აღიქვავს ჩვენს წერილს, რაც ბოლოს გამოგხსნით. აი ბოლო execution-ის ინფორმაცია არის ხოლმე აქ რეზულტებში მოცემული და შეგიძლიათ მაგითი გადაამოწმოთ. ასევე ჩვენ memory-ში გვაქვს ძველი, აი გაწესლებული არის და აჩვენებს რომ undefined არის და ეს რომ დავინახოთ მინდა რეალურად რომ ხელახლა გავუშვათ. აი ხანდახან როცა data განახლებული არის და რაღაცა არ ემთხვევა, მოკლედ ესე გთხოვს ხოლმე ნეითენი რომ ხელახლა გავუშვათ. თუმცა ნუ ეს ის trade-off-ი არის, რომელსაც ჩვენ ვიხდით იმაში, რომ ძალიან მარტივი იყოს სამაგიეროდ ესეთ რაღაცების შექმნა და კოდის წერა არ მოგიწევს, რა თქმა უნდა, როგორც ის მეპირადად კოდის წერასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა რაღაც მომენტებში, როცა იდეა მაქვს და არ ვიცი ეს იდეა თქვათ რამდენად კარგად იმუშავებს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც პროტოტიპირების პროცესში NA10-ი ძალიან მადგება და ასევე რაღაცა თქვათ პოსტების დაწერის და მოკლედ რაღაცების ავტომატიზაციის პროცესშიც ვიყენებ ხოლმე ხშირად, ანუ რაღაც კოდის დაწერა მაინც უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესი არის თუნდაც დეველოპერისთვის, ვიდრე აი ასე ვიზუალურად რაღაცა მარტივი workflow საწყობა, რომელიც უბრალოდ მუშაობს და საკმარისია ეგ. აქ ისევ ჩავსვათ ჩვენი მომხმარებლის ID და მე მგონი ეგ არის. აბა დავტესტოთ ხელახლა workflow. გავგზავნოთ წერილი. კი ბატონო, გასუხის გაცემა შეუძლია. ახლა ჩვენ რეალურად აი ამ ბორდის საშუალებით უკვე გვაქვს შესაძლებლობა რომ თულებში გამოვიყენოთ ბორდის ID, როგორც წეგან ნახეთ. ყველა წინა node-ის ინფორმაცია აი აქ ხელმისაწვდომი გვაქვს და შესაძლოა შეგვიძლია რომ
ამ ბორდის ლისტები წავაკითხოთ ჩვენს AI აგენტს. თუმცა თულის მთავარი აზრი იმაშია, რომ AI აგენტი თვითონ წყვიტავს, როდის არის ამ თულის გაშვება საჭირო. და არა რაღაცა სეკვენსი, რაღაცა თანმიმდევრობა ხო ხვდებით, ანუ აქ რაღაცა მესეჯის მიღება, მე ბორდის საკითხვა, მე AI აგენტს გაშვება, მე პასუხის გაცემა. ეს არის თანმიმდევრობა. რაც აქამდეც არსებობდა და ასე ვთქვათ, პროგრამირების ეს თავმოვალ წერტილი და რაღაცა ლოგიკის მიხედვით რაღაცა მოქმედებები ხდება. ეს არის პროგრამა რეალურად. მაგრამ AI აგენტი უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ ამ პროგრამის რაღაცა კომპონენტები გავიტანოთ ცალკე თულების სახით და პროგრამამ, ანუ ამ შემთხვევაში AI აგენტმა, რომელიც როგორც ხედავთ, ძირითადი პროგრამის ნაწილი არის, ერთ-ერთი node-ია, ან პროგრამამ თვითონვე გადაწყვიტოს, როდის რა ფუნქციის გამოყენება არის საჭირო. შესაძლოა პირდაპირ მაგალითად რაღაცა კარდის შექმნის მაგივრად ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ლისტების წაკითხვის თული, კარდის შექმნის თული, კომენტარის დაწერის თული, ცალ-ცალკე და თვითონ გადაწყვეტს, როდის რა იქნება საჭირო. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს არის. ამიტომ მოდი დავიწყოთ პირველი ლისტების წაკითხვის თულით. ამისათვის ჩვენ რესურსებიდან უნდა ავარჩიოთ ლისტი და ოპერაციაში უნდა ავარჩიოთ get many, რომ ყველა ლისტის ხედვა გქონდეს, რაც რეალურად აქ ხდება და ყველა ლისტი წაიკითხოს. ხოლო ამ ლისტის დასაკითხად ერთადერთი რაც გვჭირდება ეს არის ბორდის ID, რომელიც get board node-დან გვაქვს უკვე ხელმისაწვდომი და შეგვიძლია უბრალოდ ჩავსვათ. დუ ლიმიტირებას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს, უბრალოდ return all-ს დავაწყები. აი ეს ნიშანი აქცევს პარამეტრს AI გენერირებულად, ანუ ამ შემთხვევაში ბორდის ID ჩვენმა აგენტმა არ იცის, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი node-ით გვაქვს წამოღებული, თუმცა უკვე როცა ლისტის წამოღება შეიძლება, ჩვენი აგენტი თვითონვე გადაწყვიტავს ლისტის ID-ს შემდეგ თულში, რასაც წეგან ვაკეთებთ, ხო რა წეგან დავიწყეთ, ეს არის უკვე კარდის შექმნის თული. აი ეს list ID უკვე შეგვიძლია რომ გადაწყვიტოს მოდელმა. რადგან რეალურად ეს ინფორმაცია აქვს. თუმცა სანამ ამაზე გადავალთ, მნიშვნელოვანი რაღაც გამოგვრჩა, ჩვენ ყველა თულისთვის აუცილებლად გვჭირდება აღწერა. აღწერა by default არის ხოლმე set automatically და რაღაც თვითონ წვიტავს მოკლედ n8-ი რა აღწერა შეგიქმნას, მაგრამ ეს ცუდი აზრია როგორც წესი. თუ რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვს თქვა და რაღაც კონკრეტული საქმე უნდა გააკეთოს, მოკლედ ჯობია რომ შენ თვითონ აუღწერო რა გჭირდება რა. ეს თქვა ლისტების წაკითხვაში დიდად არ ჩანს, ანუ რაღაცა checklist-ing company Trello board რაღაცა მარტივი აღწერა არის რა, მაგრამ აი შემდეგ მებში უფრო გამოჩნდება რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა. თუმცა რა თქმა უნდა შეგიძლიათ თავი ავტომატურად სადოთ ხომებოთ, მე არ მიყვარს ავტომატური აღწერის გამოყენება, მიჩემნია ზუსტად ვიცოდე რას ვეუბნები ჩემს აგენტს, რა ინფორმაციას ვაწვდი და პლუს მაგას რა თქმა უნდა ეს უფრო კომფორტული ხდება maintenance-ის პროცესში, იმიტომ რომ შეიძლება n8-ის მხრიდან რაღაცა შეიცვალოს, ეს ავტომატური description-ის დაგენერირების პროცესი შეიცვალოს და რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს ავტომატური description-ები სხვანაირი გახდეს რა. შესაძლოა შენი აგენტიც შეიცვლის მერე მოქმედებას და საერთოდ შეიძლება ვერ მიხვდე რატო აღარ მუშაობს ისე როგორც გინდოდა რომ ემუშავა, ან როგორც აქამდე მუშაობდა რა. ამიტომ გიჩვენებთ ხოლმე რომ თქვენს მანუალი დააყენოთ description-ი. როგორც მაგალითად აქ set manually ავირჩიოთ და ამისთვის უკვე მაქვს განზადებული description-ი, რომელიც ამბობს ძალიან კონკრეტულ რაღაცას, ხო? რომ ეს თული არის განკუთვნილი იმისთვის, რომ შევქმნათ list installation needed დასახელებით, ანუ შევქმნათ კარდი ამ list-ში და დავატესოთ due date-ი ერთი დღით ადრე, სანამ ინსტალაციის დრო მოვა. ეს თუნდაც ან ხვალ რომ იყოს ინსტალაციის დრო და დღეს ან გუშინდელი date-ი მომცეს AI აგენტმა, მაინც მაწოს, ანუ რომ ძალიან თვალსაჩინოდ დავინახავ, რომ ეს საჩქარო არის, იმიტომ რომ ხვალ უკვე დასაყენებელია და თუ ვიღაცამ თქვა ერთი კვირის მერე მითხრა, due date-ს ერთი დღით ადრე ჩამისვავს და უფრო ისეთი კარგი ხედვა მექნება მოკლედ ძალიანად რა საქმე აქვს გასაკეთებელი რეალურად. შესაძლოა მოკლედ ეს უკვე ჩავსვით, create გვაქვს, list გვაქვს, name-ის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყველაზე კაი ვარიანტი იქნება, რომ გადავთოთ expression-ზე და ჩავსვათ სახელი, შემდეგ გამოტოვოთ ადგილი, ჩავსვათ გვარი და შემდეგ ფრჩხილებში ჩავსვადი ასევე ID-ს. ეს შეიძლება
არასოდეს არ დაგჭირდეთ რეალურად ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგადად workflows generate პროცესი არის აიტერაციული, ანუ რაღაცა ჯერ ერთი ვერსია გაქვს, ამას იყენებ, მე რაღაც ახალი იდეა გაგიჩნდება, იმას ჩასვალ და რა თქმა უნდა, ახალი რაღაცა ჩასმის დროს ხდება ხოლმე შეცდომები, პრობლემები სხვადასხვა და მოკლედ ამ დებაგინგის პროცესში, რასაც ჩვენ დეველოპერები ეძახით ხოლმე, ანუ პრობლემის აღმოჩენისა და აღმოფხვრის პროცესში შეიძლება ესეთი ინფორმაციები დაგჭირდეს და გამოგადგეს, ამიტომ მაინც რავი ტრელოშიც ჩავსვალდი ესეთ რაღაცას, რომ მართლა ვაკეთებდე ჩემი ბიზნესისთვის რა. Description-საც შეეხება, description პრინციპში არ გვჭირდება აქ არაფერი, უბრალოდ ახალი ფილი დავამატოთ, due date და ამაზეც უთხრათ, რომ თვითონ გადაწყვეტოს, ვინაიდან ესეც გადასაწყვეტი არის, როგორც ეგან თქვით, მომხმარებლის ინფორმაციიდან გამომდინარე. და ჩვენი create card დამთავრდა. პრინციპში რამდენადაც მახსოვს description-ის გარდა თულის სახელიც ეგზავნება AI აგეთს, ამიტომ რაღაც უფრო ისეთი გვინდა რა, მაგალითად create installation request card. აი რაღაც ესეთი, რომ კონკრეტულად იცოდეს, როდის უნდა გამოიყენოს ეს თული. და შემდეგი შემდეგი ჩვენ გვჭირდება, რომ შეძლოს კომენტარის დაწერა, რომ უკვე თქვათ აი ამ card-ში, რასაც ტრელოზე შეგვიქმნის, შეძლოს დაამატოს ისეთი ინფორმაციები, როგორც არის ზუსტი მიტანის მისვლის დრო, მისამართი და თქვათ რაღაცა შენიშვნა, რაღაც ინფორმაცია თუ აქვს მოკლედ დამატებითი მომხმარებელს, ესეთი ინფორმაციაც მაგრამ კომენტარში ჩაწეროს. ისე დავსეჩავთ ტრელოს და აქ უკვე რესურსში card-ის მაგალითად გვინდა card comment და create ისევ სწორია. card-ი ამ შემთხვევაში თვითონ უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ cards რო შექმნის, ანუ ის თული რომელიც cards ქმნის, ის აბრუნებს ასევე ამ card-ის ID-ს, რომელიც ახალი შექმნილია და შესაძლებელად უკვე აქვს ეგ ინფორმაცია და შეგვიძლია მივანდოთ მაგ იმის გადაწყვეტა. ანუ ამას იმიტომ ხსნი ესე დეტალურად, რომ უფრო კარგად გავიგოთ, როდის შეგვიძლია რომ ვენდოთ რეალურად ჩვენს AI აგენტს და როდის არა. და როცა შეგვიძლია რომ ვენდოთ ეს ისე, როცა დარწმუნებულები ვართ, რომ ეგ ინფორმაცია უკვე მიღებული აქვს. და რაღაცა მაგიურად თვითონ ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს. ანუ თუ უკვე რაღაცა თული გვაქვს, რომელიც card-დან ინფორმაციას აბრუნებს და ამ ინფორმაციაში როგორც წესი API-ები ეგრე არის მოწყობილი, რომ ID-ც შედის ხოლმე აუცილებლად, მაშინ შეგვიძლია მივანდოთ. ასევე რა თქმა უნდა ტექსტიც უნდა მივანდოთ, ვინაიდან სწორედ ეს არის ამ AI აგენტის საქმე, რომ მომხმარებელთან მიმოწერის დროს ეს ინფორმაცია მოაგროვოს, თუ მომხმარებელმა თვითონ არ მიწერა, სთხოვოს ეს ინფორმაცია და მერე უკვე დაამატოს ჩვენთან კომენტარის სახით. Add comment to card, ასე დავარქვათ, მოდი ჩვენს ამ tools. ანუ ამ ეტაპზე რეალურად გვაქვს ჩვენ უკვე საკმარისი თულები, რომ რაღაცა პატარა ტესტი ჩავატაროთ. მაგრამ რამდენად შეძლებს რომ დაჯავშნოს უშუალოდ ჩვენი მოთხოვნა. მოდი პირველ რიგში გავწმინდავ ამას. და დავიწყოთ ახლიდან. გავუშვათ flow და მივწეროთ წერილი რა. მოდი ახლა ქართულად ვწეროთ გამარჯობა. კი, ასისტენტმა დაგვიბრუნა გამარჯობა, როგორ რაღაცა უცნაური ასოები დაგეხმაროთ დღეს. მინდა იცოდე მეტი ჩვენი სამონტაჟო მომსახურებზე თუ გინდა დანიშნო ვიზიტი. წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ხო არის მომხმარებლები რა რაღაც უცნაურობებს იწერებიან ხოლმე და ვცადოთ რაღაც ეგეთი, რავი, აი მაგალითად მოტოციკლის დაშლა მინდა. რაღაც ესეთი რომ ვიწეროთ, და მაინტერესებს რას გვიპასუხებს რა, ამდენად სწორად გადაწყვეტს თვითონ შეუძლიათ თუ არა მოტოციკლის დაშლა. გავუშვათ flow. როდის გიხდით, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ შემდეგ სამონტაჟო მომსახურებას smart ტელევიზორის ჰითერის გამართლებელი ეგრე თარგმნა და სარაცხი მანქანის მონტაჟი. თუ გაქვთ ინტერესი, რომელიმე ამ მომსახურების სიამოვნებით დაგეხმარებით. ნუ ქართულ ენაზე რა თქმა უნდა უჭის მოდელებს თან ახლა 4.1 მინი გვაქვს არჩეული, რაც შედარებით პატარაა და მაგიტომაც ქვია მინი და შესაძლებელია ცოტა უფრო ცუდად ლაპარაკობს ინგლისურად, უბრალოდ იაფი არის და სწრაფი არის და ამიტომ ეგ მაქვს ახლა სატესტო იმისთვის არჩეული და დავტოვე პრინციპში რაც იყო by default, მაგრამ რა თქმა უნდა როცა გადავხვალთ უკვე
რეალურად თუ ასეთ რაღაცას გააკეთებთ თქვენი ბიზნესისთვის და გადახვალთ production-ის რეჟიმში, ანუ უკვე დაწუნდებით რომ კარგად მუშაობს და ჩართავთ, გააქტიურებთ ამ თქვენს workflow-ს აქედან. აი ამ გააქტიურებამდე გირჩეთ რომ შეხვიდეთ აი აქ OpenAI chat-ის მოდელში და აირჩიოთ რამე უფრო ჭკვიანი მოდელი, რომელიც არის მაგალითად 4O. რა თქმა უნდა, ამ ეს მოდელი ცოტა უფრო ძვირიანია, მაგრამ მომხმარებელი უფრო კმაყოფილი იქნება მით უმეტეს თუ ქართულ ენაზე მოგწერთ. აი, შემოგთავაზა სხვადასხვა მომსახურებები. მოდით ჩვენც უთხრათ რომ გვჭირდება სარეცხი მანქანის მონტაჟი. აქ რა ხირს. სარეცხი მანქანის მონტაჟის საფასური არის 70 ლარი და პროცენტულად ახლობით 1.5 საათი გრძელდება. თუ გსურთ, შეგვიძლია დაგეხმაროთ ვიზიტის დაჯერშნა, შეგთხოვთ დამისახელეთ თქვენთვის მოსახერხებელს თარიღი და დრო. ვცადოთ ხვალ თუ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ცოტა მანქანური ენით წერს, რაც ცოტა ადამიანურობა აკლია, თუმცა პრომპტს თუ შეცვლით რაღაცა ცოტა იტერაციას ჭირდება სხვადასხვა მცდელობა და პრომპტსაც დაგვეწავთ ისე, რომ უფრო მეტად მეგობრული იყოს და რაღაცა სმაილიკები გამოიყენოს და ასე შემდეგ. მან იყოს მეტი ნუნული. ნახეთ ჯერ თული პირველადი გამოიყენა, ლისტები წაიკითხა. შემდეგ დაამატა კარდი. ვაუ. კომენტარი არ დაუმატებია რეალურად. ხო. დაგვიმატა მხოლოდ კარდი. აი ამ ეტაპზე ჯერჯერობით წავშალოთ ეს კარდი. და ასევე გავასუფთავთ ჩვენი history. როგორც ჩანს description-ები გამოგვრჩა. კი ბატონო, აქ description-ი არ დაგვიწერია. უნდა ვუთხრათ რა ამ description-ის მეშვეობით იგებს რომ ინფორმაცია სჭირდება და რა ინფორმაცია სჭირდება. ამისი description-ის უნდა გქონდეს ეს მომზადებული. აგერ არის. ამის description-ი ესე ჟღერს რომ installation-ის request-ის ინფორმაცია უნდა მიიღო user-ისგან, მათ შორის preferred სასურველი დრო, თარიღი ვიზიტისთვის, მისამართი და რამე ნოუთი თუ გაქვს, ანუ რამე დამატებითი შენიშვნა მოთხოვნა თუ აქვს და ასევე ვუთითებთ რომ ID გამოიყენოს ის, რომელიც დაბრუნებული იქნება create installation request card tool-დან. რაც წეგან შევქმნით რეალურად. ეს იმიტომ რომ tool-ი ვინაიდან აღწერს იმას რომ რაღაცა იქმნება და არ წერია იმ tool-ის აღწერაში თქვათ ან სახელში რომ ეს ასევე რაღაც ინფორმაციას აბრუნებს. ამიტომ სპეციალურად მომიწია მიმეთითებინა რა ინფორმაცია არის რეალურად საჭირო. რა საიდან უნდა აიღოს ის ID, მოკლედ რაც სჭირდება აი აქ. მოდ დავასეიროთ ჩვენი workflow და ვცადოთ კიდევ ერთხელ. თუმცა ცდამდე მე შევცვლიდი აი ამ სახელს. ID, იმიტომ რომ წეგან როგორც შეამჩნიეთ user-ის ნომერი ეგონა ეს და მაინც რამე ერორი გვაქვს. ოკეი. კარგი, გავუშვათ. გავუთხრათ ეს კარტლოთ. გამარჯობა. ხვალ მინდა გამათბობლის მონტაჟი. გამარჯობა, შემიძლია დაგეხმაროთ გამათბობლის მონტაჟის დაჯავშნა, შეგთხოვთ დამსახურებელ სასურველი დრო და მისამართი მონტაჟისთვის. ასევე თუ გაქვთ რამე დამატებითი ინფორმაცია ან მოთხოვნა. კარგი, დრო თქვათ შუა დღის 2 საათი. აღმაშენებლის გამზირი, ნომერი
89 იყოს თქვათ. და 1 საათით ადრე დამიდეკეთ სანამ მოყავთ რომ სახლში დავხდეთ. აბა ნახოთ რა სიზავს თუ შეძლებს რომ სწორად დავიმატოს ყველაფერი. ლისტი გაუშვა, ინსტალაცია გაუშვა, მაგრამ კომენტარი ისევ ვერ დაგვიწერა. ოკეი, აი აქ უკვე გვიწევს ერორის წაკითხვა კონკრეტულად რა მოხდა. ოკეი, აქ წამოიღო რაღაცა ID, მაგრამ მე მგონი ეს არ არის კარდის ID, კი ბატონო, ეს არის ლისტის ID. ოკეი. ანუ ჩვენმა აღწერა იმის შესახებ რომ აქედან წამოიღო ID კიდე არ უშველა. აქ შეგვიძლია ამის description-იც განვაახლოთ და უკან ნახოთ რომ რომ ეს თული დაუბრუნებს კარდის ID-ს, რომელიც საჭირო არის კომენტარებს დასაწერად. და commenting tool-ის მაგივრად კარგი იქნება რომ პირდაპირ იმ tool-ის სრული სახელი დაუწეროთ. ეს რა თქმა უნდა საუკეთესო მეთოდი არ არის ოპტიმიზაციის ესეთი რაღაცეების და უფრო ასე ვთქვათ სტაბილური გზებიც არსებობს, თუმცა დღეს ვცდილობთ რაც შეიძლება ესეთი მოკლე და მარტივი იყოს და იმედი ასეთი გზით გადავჭრით მოკლედ ამ პრობლემას. As გვეუბნება რომ კი რაღაც მონტაჟი დაგეგმილია ხვალ 2 საათზე, მისამართი ეს, ჩვენი გვი დაგეშვათ 1 საათით ადრე და სხვათა შორის როგორც შემჩნია სწორად გადაწყვიტა ამის გაგზავნა. სწორი ინფორმაცია მოგვაწოდა კომენტარში, უბრალოდ თვითონ API ჩავარდა, იმიტომ რომ ID იყო არასწორი და შესაძლოა ამისი კომენტარი არ დაიწერა. ესეც წავშალოთ მოდი და დავტესტოთ ხელახლა. Clear history. გამარჯობა. პირდაპირ ვთქვათ მოდი რო რაღაც დავყოლოთ ხვალ 2 საათზე თუ შეიძლება. მოდი ახლა ტელევიზორი ვთქვათ ტელევიზორის გამონტაჟება. გამარჯობა, კი შესაძლებელია ტელევიზორის მონტაჟი ხვალ 2 საათზე გთხოვთ დამისახოთ მისამართად უცნაური ინფორმაცია. კი ბატონო, ისე მიწეროთ აღმაშენებლის გამზირი ნომერი 45 თბილისი 1 საათით ადრე გამიდეკეთ. ნახოთ ახლა თულებზე რა სიზავს. ლისტები წამოიღო, კარდი შექმნა და დიახ კომენტარის დაწერა. შვენიერი პასუხი დამებრუნდა თქვენი ტელევიზორის მონტაჟის მოთხოვნა აღირიცხა. მონტაჟი დაგეგმილია ხვალ 2 საათზე, მისამართზე აღმაშენების გამზირი 45 თბილისი. ჩვენი გუნდი დაკავშირდეთ 1 საათით ადრე. თუ სხვა კითხვები გაქვთ, სიამოვნებით დაგეხმარებით. არა, მადლობთ. და ჩვენ მანამდე ნახოთ ჩვენი ახალი. კი ბატონო, ნამდვილად ხვალ 2 საათზე სწორად გაიგო, 45 არის, 1 საათით ადრე არის. შვენიერი. და ხო, გმადლობთ თქვენ. თუ მომავალში რაიმე დაგჭირდათ, ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ. კარგ დღეს გისურვებთ. შვენიერი. ანუ რეალურად ახლა ავაწყეთ ამ პროცესში ამ დროში აგენტი, რომელიც ახლა უკვე რეალურად სწორად ქმნის ლიდებს, სწორად
გვაძლევს ინფორმაციას. ერთადერთი რაც დაგვჭა ეს არის კიდევ ერთი თული, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუ თქვათ მომხმარებელმა მოითხოვა უშუალოდ მენეჯერთან დაკავშირება რაღაცა უფრო მეტი დეტალის გარკვევა დასჭირდა და შემდეგ რასაც ვერ გასცა პასუხი ჩვენმა აგენტმა, მაშინ რომ აქ დაამატოს დაახლოებით იგივე ინფორმაცია, რასაც რის გაკეთებასაც უკვე თქვენ მოგანდობთ თქვენს workflow-ებში და ასე რა თქმა უნდა იგივე Trello-ს იგივე თული არის, რაც თქვათ ჩვენ გავაკეთეთ ქარდი შექმნისა, უბრალოდ უნდა უთხრათ რომ როდის გამოიყენოს ეს თული და რომ თქვათ installation index მაგათ თქო quiz manager ლისტში ჩასვას ქარდები. ახლა ზოგადი მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, დაახლოებით ესეთი არის სიტუაცია, რომ N8-ი 1000 executions გაძლევს ყველაზე პატარა subscription-ზე, გამოწერაზე, რომელიც თორსები $20 იღირს და ეს იმას ნიშნავს, რომ 1000 ჯერ გაეშვება შენი workflow. Workflow, რომელიც დაფეილდება, ასევე არ ითვლება გაშვებად. ამ 1000 წარმატებული workflow ღირს $20, რომელიც ჩვენი ამ კონკრეტულ აგენტის შემთხვევაში გამოდის 1000 მესიჯზე პასუხის გაცემა, რომელსაც მომხმარებელი მოგწერს. ერთი თვის განმავლობაში, თვის ბოლოს ისევ დარესეტდება ასეთი რაღაც. ანუ ფასით როგორც ასეთი საკმაოდ ნორმალური და მისაღები არის. რეალურად რაღაცა ასისტენტის ნამდვილი ადამიანი ასისტენტის ბოლომდე ჩანაცვლება ალბათ არ შეუძლია რა თქმა უნდა, მაგრამ ისე კარგად დაეხმარება, რომ თქვენს ასისტენტს, რომელიც მაგ საქმეს აკეთებს, ან პირადად თქვენ, ბევრად მეტი დრო დაგრჩებათ, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიაქციოთ ყურადღება და უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ თქვენი დრო, ვიდრე უშუალოდ რაც პატარა დეტალებზე მიმოწერა არის და თუ, როგორც თქვით, თუ ამას განახორციელებთ, იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როცა ეს მიმოწერა პატარა დეტალებს გაცდება და რაღაცა უფრო რთული კითხვები გაუჩნდება მომხმარებელს, არც ამ მომხმარებელს არ დატოვებთ უკმაყოფილოს და არ დაკარგავთ, რადგან ეს აგენტი შეგატყობინებთ, რომ ვიღაცას სჭირდება მენეჯერთან ლაპარაკი და თქვენ რა თქმა უნდა მიხართ ან ისე ტელეგრამით, ან ნომრით დაურეკავთ და დაელაპარაკებით. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ეს პატარა use case-ი N8-ის და გისურვებთ წარმატებას და ყოველივე, რა თქმა უნდა, ყოველი workflow-ს სასიამოვნოთ და წარმატებით შესრულებას.